Ხემანდელ გადაცემას გამორჩეული სტუმრით ვიწყებთ და გამორჩეული მიზეზის გვაქვს მისი მოწვევისა. ეს გახლავთ ყველასათვის საყვარელი არტისტი, ჩვენი მეგობარი გია ბურჯანაძე. შემოგია, მადლობა. დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის, აქ მობრძანებისთვის კი მივანიშნე მაყურებელს, მაგრამ ახლა მინდა გავხსნა, ასე ვთქვათ, ყველა კარტი და უთხრა ის, რომ მიზეზიც არის და მიზეზიც დღევანდელ დღეს. აი სულ რაღაც, აი საათში, საათნახევარში 65 წლის ხდები. ძვირფასო მეგობრებო, იუბილე გვაქვს თან როგორი? 65 წლის ხდება, აი სულ მალე რაღაც 1 საათი, საათნახევარში გია ბურჯანაძე. შენ გენაცვალე და შენს დაბადების დღეს გაუმარჯოს. ხო, შემოგია, შენი ადამიანი ხარ, რომელიც მთელი ცხოვრება აი სიკეთეს თესავ და შენი მეგობრებისთვის, რასაკვირველია შენი მაყურებლისთვის ხარ, აი გამორჩეულად საყვარელი ადამიანი და ეს გადაჭარბებული არ არის. შენი პიროვნები და შენი ცხოვრების წესიდან მომდინარეობს ეს ყველაფერი და მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ იმ მრავალრიცხოვან არმიაში შენი მეგობრებისა მე შევდივარ და ერთადერთი რამე მინდა გისურვო ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა და ბევრი შემოქმედებითი წარმატება მომავალში. ხოდი ორმგვარი მიდგომაა და ორნაირად შეიძლება რომ გააჟღეროს ადამიანმა. 65 წელი რა ასაკია? ხო იცი ეს ერთი დამოკიდებულება. მეორე 65 წელი ასაკია ძმაო. ეხლა მითხარი შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს? ამორიდან. არ გავხტარვა 65. ხვალ გეტყვი. აი რო წარმოიდგინო რომ გაქვს საშუალება და ვთქვათ 25 წლის გია ბურჯანაძესთან შეგიძლია რომ გაისაუბრო. რას ეტყოდი? ამ გადასახედიდან და ასე ვთქვათ ამ პოზიციიდან. პირველ რიგში იმას ვეტყოდი, რომ რა ბედნიერი ხარ, რომ ცოცხლები ყავს. დედა, მამა, მეგობრები, ნათესავები, პირველი ამას ვეტყოდი, რა ბედნიერება, როცა ეს ადამიანები შენს გვერდში არიან. იმიტომ რომ კარგავთ ჩვენ უზრფასეს ადამიანებს და რაც უფრო წლებში შედიხარ, უფრო მეტი იქით არიან, ვიდრე აქეთ. ჩვენ წავალთ იქ თავის დროზე, უფლისნება ყველაფერიდან. მეორე რასაც თავარი არის, რომ გაუსწორებდი ყველა ნათამაშებ როლს. ახლა ეს გამოცდილება უფრო მეტი გაქვს, უფრო მეტად უყურებს შენ ამ პროფესიონალი ხდები ხო წლების მანძილზე და ისი არ მომწონს ჩემი ახალგაზრდობის ნათამაშები როლები, რომ ახლა აი თავიდან ვითამაშებდი ყველაფერს და უკეთესად. აი ამ გამოცდილებიდან. მაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს მაგრამ შენ ყველაზე ნაკლებად რაც გიყვარს სცენაზე და რასაც ყველანაირად ცდილობ რომ თავია არიდო სცენაზეს და ეკრანზეს ეს არის ლექსის თქმა, ლექსის საკითხო. ამის და მიუხედავად შენი პერსონაჟის, ანუ ლიმონას მიერ წარმოთქმული ტანო ტატანო, ბესიკის ცნობილი ლექსი, იმდენად პოპულარულია, ნუ აი რა გითხრა, მე არ მეგულება კინოს მოყვარული, რომ გამორჩეული არ იყოს მისთვის ეს ეპიზოდი და შენ რითი ახსნე ამას მითხარი? არაფერი, ეს პერსონაჟი კითხულობს ამას. ანუ შენ არ უშვედი რა? მე ვანსახიერებ ამ პერსონაჟს და ნუ როდესაც მაგას უწერდით, ნუ ეგრე იყო, რომ აი იქიდან გამომდინარე რა, ჩემი მდგომარეობიდან პატიმარი კაცი არის, თქვათ ის სიყვარული თავისი ახსოვს თან ახალგაზრდა კაცი არის და იმ პერსონაჟიდან გამომდინარე წავიკითხე ეს ლექსი, რომ გია ბურჯანაძე მაგას ნახდათ ვერ წაიკითხავს. აი მე მეშინია. ლექსის კითხვის მეშინია. უამრავ ბუმბერას არტისტთან მოღწევია ურთიერთობა და არაერთხელ მიკითხავს იცი შენთვის, იმიტომ რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს აი ამ გამოცდილებას და ესტაფეტას და ვის გამოარჩევდი აი ამ ტიტანებს შორის? სულ ყველას, იმიტომ ვერიკოსთან ვითამაშე პირველი როლი თეატრში რომ მივედი, პირველი როლი იყო ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად ვითამაშე და შემდეგ ვინც დამხდნენ იქა უფროსი თაობის ჩვენი კოლეგები, სულ ყველასთან ნათამაშე, აი მართლა გენიალურ არტისტებთან რა და ეხლა ძალიან უნიჭო უნდა იყო რომ ამათგანა ეხლა არის სწავლო რაღაცა რა, ან არ უნდა გაინტერესებდეს შენი პროფესია, იმიტომ ისინი სულ ყველანი პროფესიონალები იყვნენ. მაღალი კლასის პროფესიონალები. ხო, ვიღაცა გენიოსი არის არტისტებში, ვიღაცა ნაკლებად, მაგრამ პროფესიონალები იყვნენ სულ ყველანი. და ეს ბედნიერება არის ჩემთვის, აი ამაში გამიმართლა, რომ როგორც პარტნიორებში უფროსი თაობის, ნუ შემდეგ ჩემი თაობისაც და უმცროსებშიც და რეჟისორებში თეატრში გამიმართლა.
აი მართლა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული კაცი ვარ, ამას ვაღიარები და მადლობა უფალს, რომ მომცა საშუალება ამ ადამიანებთან ურთიერთობის. მაგრამ გამორჩეულად კიდე უკვე პიროვნულად და აი კაცური მეგობრობა, განსაკუთრებით რამდენიმე კაცთან მქონდა, ჩვენი ასაკის მიხედვით დავიწყებ გოგი გელოვანთან, ოთარ მეღვინე თუხუცესთან და ჩვენ საყვარელ გივისთან. მერიკასთან. ძალიან მიყვარდა ისინი იმათგანაც უდიდეს სიყვარულს გზნობდი და აი მთელი ცხოვრება ჩემი ბიჭობიდან დაწყებული ამ ხალხთან გავატარე სანამ უფალმა არ მოინდომა მათი წაყვანა იმ ქვეყნად. აი ბოლო დღეებამდე ერთად ვიყავით ხოლმე სულ აი ხინში გაჭირვებაში აი როგორ გითხრა აი ოჯახის წევრები ვიყავით ერთმანეთის რა ყოველი დილა იწყებოდა გოგის ზარით ჩემთან სახლში ყოველი დილა ახლა მამა ჩემზე უფროსი იყო წარმოიდგინე აი ეს არის ის ხალხი რომ მიდის და მიდის შემსვლელი არ არსებობს ახლები შეიძლება შევიძინო მაგრამ შემსვლელი მერა ცნობილი გამონათქვამია რომ დიდ არტისტში ბოლომდე ცხოვრობსო ბავშვი აი ამ ბავშვურობის ნიშნით ვის გამოარჩევია აი ხა გეტყვით რამეს ესე არის საერთოდ რა ბავშვი იჯერებს ყველაფერს. ეხლა მსახიობის პროფესია არ არის, შენ უნდა დაიჯერო დღეს ხარ მეფე, ხვალ ხარ, რა ქვია, ფურდი, ზეგ ხარ, რა ჩემი რეპერტუარი და 6 მეფე მაქვს ნათამაშები და 1 ქურდი, მაგრამ ამ ქურდით უყარ ხარ. არის ეგ პარადოქსი კი? მოიგე კინო აკეთებს ამას ვერე. 6 მეფე მაქვს ნათამაშები, ქართველები, ინგლისის მეფე, იუდეველების მეფე, რა ვიცი, ქართველების მეფე ხო და ახლა ეს თეატრში იყო და კინო აკეთებს ამ პოპულარობას რა და ახლა ერთმა ქურდმა გადაწყვნა ილია ჭავჭავაძე მაქვს ნათამაშები კაცო ხო და ესე მოხდა რომ და ამიტომ შენ რო დაიჯერო რომ დღეს ესახარ ხვალ ესახარ ესე იგი იმიდან გამომდინარე აი რას განიცდის ეს ადამიანი გაითავისო შენ და რაღაცა უნდა იყო ბავშვი იმიტომ რომ რაც უფრო ბავშვობა დარჩენილი არის არტისტის ბუნებაში, მით უფრო კარგი არტისტი არის. და ახლა მაგალითს გეტყვი რა, ბავშვი იოლად იჯერებს, აი დაიჭერს ტაფის, ანუ ქვაბის თავს, ატრიალებს და ის დარწმუნებულია რომ მანქანაში ზის. აი ესე არის, ხო? აი წარმოიდგინე ახლა შემდეგ და შემდეგ, აი რო გადახედავ, აი სერგო თამაშობდა პატარა ბაყბაყდევს, რამაზი იმას რა ქვია. აბაკაზო ხოსიკოს რომელიც გახსოვს ხალიჩის სცენარული მანქანაში. ახლა ისინი დიდი არტისტებია, იმიტომ არიან რომ აი ისინი ბავშვები, აი რაც უფრო დიდხანს არის ბავშვობა შენ. ერთხელ ჩემი რა ქვია ნაცვლთან მივედი სახლში, ჩემი მეგობრის ოჯახში და დედამისი ესე ჩემი რძალი მეუღლება, ჩემი მეგობრის მეუღლე ისაო მაიცა ნელა გამოიწი არ დაგეტაკოსო. ვინ მეთქი და აი ბავშვი ზისო რა. რაღაცა ისი აქვს გაკეთებული კიტონ ღ რაღაცა და ისაო გამიყოლეო დედამისეუნება და მაიცა გავაჩერებ მანქანას და მერეო. და მე კარები სად მოდიხარო? მაიც კარები გაგიღო. ის ხო ამას ხედავს. აი ეს არის არტისტი. რომ შენ დაიჯერო იმ მომენტში, აი ვისაც თამაშობ ის შენი გახდეს. და რაც უფრო დიდხანს ახარ ბავშვი. უფრო ორგანულია? უფრო ორგანული არის, აბარა ეს ძალიან დიდი პლუსი არის მსახიობისთვის რა. მართალია გრიში რაც თქვი რომ მართლა ესე არის. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კიდევ ერთი საფუძველი გქონდა დღეს გიას მოწვევისა. საქმე ის გახლავთ რომ 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გვაქვს პრემიერა სრულიად ახალი ეთნო კონცერტისა სახელწოდებით არის ასეთი ქვეყანა. სწორედ ამ ახალი კონცერტის მონაწილე გახლავთ გია ბურჯანაძე. აქვე გეტყვით რომ ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები.g. გელით. შემოგია, მოდი გადავიდეთ ახლა ამ ჩვენ საერთო სიახლეზე ამ პრემიერაზე, რომელსაც ვამზადებ და გულდასმით ველოდებით. არის ასეთი ქვეყანა. ბარაქალა თქვენ, შენ და ბატონ ჯემალს, რომ აი ეს დიდებული საქმე წამოიწყეთ. სხვათა შორის ჩვენ გქონდა ახლა არ ვიცი მაყურებელს ახსოვს თუ არა, ამის გამოცდილება ერთად გავაკეთეთ ჩვენ, მაშინ ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობა გითხრა რომ აბაო თუ და ცხონებული თემური მღერო და ციკლაური ცხონებული თემურ ჩალაბაშვილი ლექსებს თავის ლექსებს და მე ვკითხულობდი ისტორიებს და ეს ჩვენი გაკეთებული იყო და ეს ოპერის თეატრში შესდგა ესა მართლა ძალიან დასამახსოვრებელი და სამბესტავი გამოვიდა იყო ისეთი დაძაბული იყო და ამის გამოცდილება გვაქვს ჩვენ და ისე მიხარია რომ თქვენ მიყვებით ამ გზას და ეს აუცილებელია იმიტომ რომ ჩვენი ერი უძველესი ერი არის
ბევრი აღარ დარჩა და ბევრი რამ ისეთი გვაქვს ჩვენი იდენტობის განსხვავებით სხვებისაგან. მე ხლა არ ვაკნინებ არც ერთ სხვა ერთს და არ ვადიდებ ჩემს ერთს, მაგრამ ფაქტს ვიძახი. რაცა გვაქვს 30 საუკუნოვანი დაწერილი ისტორია გვაქვს. ბევრი რამე არის ხომ ამ ჩვენს საღამოზე. წინარე ქრისტიანულის, შემდეგ ქრისტიანული და ეს ორივე ჩვენი განუყოფელი ნაწილი არის. ჩვენი იდენტობის, ჩვენ სულში ჩადებული და აუცილებელია ეს, იმიტომ რომ თაობები მოდის, როდესაც აი ხანდახან ცოტა ისეთი ის არის. ეს მარტო დღეს არ ხდება. წინა საუკუნეებშიც მომხდარა ეგეთი რამ, აი მე-18 საუკუნეში მე გაუცხოება არის შენი ფესვების მიმართ და ეს აუცილებელია რომ ყველა თაობა ჩვენ უნდა უკარნახოთ ვინ ხარ შენ, საიდან მოდიხარ და როდესაც ეს კარგად გვეცოდინებათ, როდესაც ამას ვაფასებთ ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, იოლად გავიკვლევთ სად მივდივართ და რა გვინდა და როგორები უნდა ვიყოთ. და არ შეიძლება აი ამ ისტორიის შემხედვარი, ამ ფოლკლორის შემქმნელი ერის ისტორიის შემხედვარი და ამ ისტორიის საერთოდ რასაც ქვია ქართველი რასა, ბაპატიეთ ეს გრიგოლ რობაქიძის სიტყვებია ჩემი არ არის, გრიგოლი რობაქიძე ხმარობდა ხშირად ამას, ქართული რასა ორისთ. კი. ხო და არის ეს აუცილებლობა არის და კარგი არის და აი ძალიან გამიხარდება თუ ამ საღამოებზე ახალგაზრდები იქნებიან და ის ადამიანები, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ჩვენ შემდეგ, უნდა გააგრძელონ ის ისტორია, რომელიც დღემდე მოგვიტანა ჩვენმა დიდმა ერმა და განსაკუთრებით აი დიდმა მოღვაწეებმა. ერთ-ერთი უკანასკნელი აი ახლა ხანს წავიდა ჩვენგან, რომელმაც ერის დიდი ტკივილი წაიღო, მაგრამ ერის დიდი იმედი არის, რომ ის იქიდან ჩვენი მფარველი არის, ჩვენს უწმინდეზე ვსაუბრობ. და ეს ყველაფერი რომ ნახონ ახალგაზრდებმა. რომ გააგრძელონ ეს ისტორია, რა ჩვენამდე მოიტანეს ამ დიდებულმა ხალხმა და იმ დიდმა ერმა, რომელსაც ქართული რასა ქვია. შემოგია შენ გადაჭარბების გარეშე. მე ეს მინახავს ჩემი თვალით, მინახავს სცენაზე, სცენის მიღმა, ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში უყარხარ ყველგან. შენთვის თუ არის რომელიმე ქალაქი ან კუთხე, სადაც რაღაცა სხვანაირი შემართებით ან სხვანაირი ხალისით გამოდიხარ სცენაზე. შენ თუ გაქვს რაიმე გამორჩეული მიმართება ამ კუთხით? კი, რა თქმა უნდა, ახლა ნუ ჩემი საყვარელი ქალაქი, ახლა ვიცი შენ საერთკენაც მიყავს ეს რადგან იუბილე და ლამაზი დღე არის ქუთაისისთვის. კი ბატონო, კი ბატონო. ნუ ქუთაისზე ცოტა გეტყვი, მაგრამ ჩემთვის უსაყვარლესი ქალაქები არის, ნუ სოხუმი და ბათუმი, სადაც დიდი სამეგობრო მყავდა. სოხუმშიც და ბათუმშიც დიდი სამეგობრო. სამწუხაროდ ორად-ორი კაცი დამრჩა, ახლა იქ ბათუმში ჩემი სამეგობროდან, ხო? თელავი გამორჩეულად მიყვარდა, თელავი. და ახლა ქუთაისზე გეტყვი რა ხდება, რომ მამიდა ჩემი ცხოვრობდა ქუთაისში და სანამ პატარა ვიყავი, სანამ ზღვაზე წამიყვანენ მშობლები, თვე-ნახევარი ზაფხულის, აი ეს ერთი თვე ან ხანდახან თვე-ნახევარი ქუთაისში ვიყავი მამიდასთან. სადღაც მე-5 კლასამდე, მე-4 კლასამდე და ბალახვანზე ეს ულამაზესი უბანი, აი სასწაული, წერეთლის ქუჩაზე, ხო და ისეთი იყო, რომ ქუთაისში ბალახვანის წერეთლის ქუჩა მე-4 ჩიხში იყო მამიდა, იქ ცხოვრობდა და ბიძაჩემი. და რა ქვია, თბილისშიც ბარნოვის მე-4 ჩიხში გავატარებ მთელი ბავშვობა და იქ დავიბადე და ხო და იმდენად კონტრასტი იყო ეს, ანუ აი ორივე საყვარელი. მაგრამ ქუთაისი როგორ მახსოვს, იცი მე მახსოვს აი ეს სილამაზე, აი ეს სუნი მაგნოლიები იყო ჩვენს ეზოში და მამიდა ჩემი სახლიდან კიბე ჩადიოდა რიონზე. რიონის პირას იყო ეს სახლი და ესე იგი ეს ამ უბნის ბიჭები და აი სასწაულის იყო რომ ნუ ქართველები თავისთავად და იყვნენ ძალიან ბევრი რა ქვიან ებრაელები. ძმობა, აი მეგობრობა, აი მე ვერ ვარჩევდი რა, არც ცანგვიან გავიგე რომ თურმე ებრაელები, ქართველები არ არიან. სულ თვლიდი, ეხლაც ავთვლი რომ ჩვენი ებრაელები არანაკლები ქართველებს უფრო მეცაც აკეთებდნენ საქართველოსთვის და ეხლაც დიდი მეგობრობა არის, ხო? ხო და აი ეს ერთად ეს ბიჭები ამდენი აბა ეს პატარა ეზო იყო რაღაცა, მაგრამ ფეხბურთი ეს ისე მიყვარს და ყველაზე მაგარი რაც იყო სამსახურების მერე რო იკრიბებოდნენ ეს უფროსი თაობის ხალხი და მაშინ ეს პატარა სახლები იყო და ეზოში იყო სულ ყველა თან ზაფხულის პერიოდში და მე ეგეთი იუმორი სხვაგან არც გამიგონია, იქ მიდიოდა აი ჟარგონია ხო ღადაობაო, აი ღადაობა, ჩემპიონები იყვნენ ღადაობის რა ესენი რა. აი მინდოდა დავემახსოვრე მე თბილისში წამომეღო რაღაცა, მაგრამ ნუ ჩემგან იმას ვერ გაიმეორებ, ისინი ჩემპიონები იყვნენ ამისი რა. აი გამორჩეული ქალაქი. იმიტომ ბავშვობა, ნუ წარმოედგინეთ, თვე-ნახევარი ყოველ ზაფხულს.
და თხემი წერფამდე ქართული, თავის სულისკვეთებით, კულტურით, შემართებით, აი ყველანაირი ნიშნით. და ვისარგებლოთ შემთხვევით და შენთან ერთად მეც მინდა რომ ძალიან დიდი სიყვარული გამოუხატო ქუთაის დღეს გვირილობა, ქუთაისის დღე არის და გაუმარჯოს ქუთაის და ქუთაისელებს.